ტრენერთა დღე 2024 წელს 28 ივნის უკვე მესამე უმასპინძლებს ყველას, ვინც დაინტერესებულია ტრენინგ სფეროში მიმდინარე სიახლეებითა და თანამედროვე გამოწვევებით. ღონისძიების მიზანია ტრენინგ პროფესიონალების ერთ სივრცეში შეკრება, ერთმანეთთან წარმატებული საქმიანი კავშირების ხელშეწყობის მიზნით. პირველად აორგანიზებენ სამიტს, რომელიც საქართველოში ბედნიერებისა და განვითარების თემას ეხება. რამდენად დიდია პროფესიული განვითარების გავლენა პიროვნული ბედნიერებების ინდექსის დათვლის დროს და როგორია ტრენინგებისა და ტრენერებისა და ფსიქოკონსულტანტების რჩევები. თემაზე საუბარს გავაგრძელებთ სტუმრებთან ერთად. ჩვენი სტუმრები იქნებიან თამარ კანაშვილი, რომელიც არის ტრენერთა ასოციაციის ხელმძღვანელი და ლალი ბადრიძე, რომელიც არის ფსიქოთერაპევტი და ტრენერი. მოგესალმებით, ქალბატონო ლალი. მადლობას გიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. ტრენერთა დღე, როგორც თქვი, მესამედ აღინიშნება, თუმცა მაინც მთავარი არის ამ დღის კონცეფცია, რომელიც სრულად განსხვავდება ყველა სხვა ჩატარებული ღონისძიებებისგან. ბედნიერების ინდექსი ვახსენეთ და პირველ რიგში ქალბატონი ლალი, ხო, რომელიც ხშირად გვანებიურებს ხოლმე ვიდეოებით, სადაც სწორედ აი ამ გასაღებებზე, საიდუმლოებებზე საუბრობს, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ, ან თუნდაც მოვიპოვოთ ბედნიერებები. ბედნიერებაზე უნდა გითხრათ ერთი-ორი სიტყვა. უბრალოდ რო გითხრა, ეჭიქა რო დავინახე, ნახე რა ჩემფერებშია. კი. ზუსტად და უკვე კაი ხასიათზე დავდექი. შეგიძლია წყალიც მოსვა. თან წყალიც არის. გემრიელად. და ასეთ მცირე დეტალებშია ბედნიერება. იცი რა თქმა უნდა, საკმარისია უბრალოდ ზოგჯერ დავაკვირდეთ სულ პატარა რაღაცას, რომელმაც შეიძლება ხასიათი შეგვიცვალოს კარხას. მე მაგალითად აი უკვე შემიძლია ეს მივიღო ნიშნად, რომ რა მაგარია, ნახე, ზუსტად ჩემი ფერებია, რა კარგია და უკვე ჩემთვის იყოს ნიშანი, რომ დღეს ძალიან მაგარი დღე მექნება. ანუ ჩემი გადაწყვეტილება, თუ მინდა ბედნიერი ვიყო, არჩევანია ვიქნები. განვითარება და ბედნიერება ეს არის კონცეფცია ამ მესამე შეხვედრის, რომელსაც ტრენერთა ასოციაცია მართავს. რამდენად კავშირშია ბედნიერების ზომა, დოზა ჩვენს განვითარებასთან? ეს იქნება პიროვნული თუ კარიერული? მე მგონია რომ პირდაპირ კავშირშია, ბედნიერება განვითარების გარეშე არ არსებობს ჩემი აზრით და საერთოდაც ვთვლი რომ ადამიანი მანამდეა ცოცხალი სანამ ვითარდება. როცა განვითარებას აჩერებს, უკვე ფიზიკურ სიცოცხლის მნიშვნელობა აღარ აღარ, ჩემი აზრით ადამიანი კვდება და განვითარება შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით. ეს იქნება პროფესიული, დიასახლისის საქმეში, დედობაში, უბრალოდ წიგნებით განვითარება, თუ უბრალოდ იმის ცოდნა, როგორ დავტკბე ცხოვრებით. ხანდახან ადამიანებს ხომ აქვთ ხოლმე გაცდა, რომ ვეღარ ვითარდებიან რაღაც მომენტში, თითქოს ჩერდებიან. ამ დროს რა ხდება? ადამიანი როგორ უნდა მოერიოს ამ დროს თუნდაც ჩერება არ არსებობს. არსებობს უკან წასვლა, როცა ჩერდები უკან მიდიხარ და თუ შენ ამას აცნობიერებ და თუ დისკომფორტი გაქვს, მაშინ იწყებ ფიქრს როგორ წახვიდე წინ, თუ თვითონ ვერ მოერია, დადი ტრენინგზე. აი ჩვენ ბედნიერების სამიტზე და ისწავლე როგორ შეცვალო ცხოვრება. ან წადი სპეციალისტს მიაკითხე, როცა მარტო ვერ ერევი ამას. თუმცა ამ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი ამას თავადაც ახერხებს და თუ შენ გინდა რომ მოძებნო ის რამ შეგცვალოს და როგორ წახვიდე წინ, შემინება დღეს უამრავი საშუალება თუნდაც ინტერნეტში წიგნები ძალიან ბევრია, რომ შენ თვითონ მოძებნო განვითარების გზები, როგორ გახდე უფრო ბედნიერი, როგორ გახდე უფრო განვითარებული, როგორ წახვიდე წინ. ესე იგი, სუპატარა რეცეპტია საიმისოდ ბედნიერებისთვის, რომ პოზიტიურად შევხედოთ მოვლენას. ну, ყველა მოვლენას არა, რა თქმა უნდა. პოზიტიურს არ ვიტყოდიო ისე რა, სხვანაირად შევხედოთ მოვლენას. სხვა კუთხით შევხედოთ, იმიტომ რომ მოვლენა არის 10%. 90% არის მე როგორ უყურებ ამ ყველაფერს. ანუ ჩემი დამოკიდებულება ხდის მას ისეთად, როგორიც არის და ამიტომ ჩემი გადასაწყვეტია. მინდა ასე შევხედავ, რა რაკურსით შევხედავ და შევხედო სხვადასხვა რაკურსით და მე არჩევანი გავაკეთო. და აღმოვაჩენთ მაინც ამ შემთხვევაში ყველა თქვენ თქვით რომ წადი და ისწავლე მაშინ ტრენინგზე. ძალიან საინტერესოა ეს დასწავლადია. ზოგს გონია რომ ეს არის ეს ხო, უბრალოდ რაღაცა ნიჭია.
ვიღაცას ალბათ გამოვა, ვიღაცას არ გამოვა. თუ შეიძლება რომ ისწავლო დახვეწო. სწავლადია. ბედნიერება არის უნარი, რომლის სწავლაც შეიძლება და ზუსტად ეხლა თაკომ აი პირველად საქართველოში დააორგანიზა ეს, რომ მოდი ვნახოთ ეს ამდენი ჭკვიანი ტრენერი, ამდენი ადამიანი, რომელსაც ამხელა გამოცდილება, აბა რას გვეტყვიან? მე თვითონ ისე მაინტერესებს. იმიტომ რომ ისეთი საინტერესო ადამიანები არიან შეკრებილები, რომ კიდე გავისწავლო რა, უფრო ბედნიერი როგორ გავხდე და ვნახოთ ერთი რა გამოვა. იქნებით ერთ-ერთი სპიკერი, ხო, როგორც ვიცი, თუ გაქვთ კონკრეტულად შერჩეული თემა, რაზე უნდა გამახვილოთ ყურადღება? მართლა რა თქმა უნდა, სურპრიზია. ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ მე და ჩემი მეგობარი ქეთიჟვანია ტაისონი ვაპირებთ პინგ-პონგი ვითამაშოთ სცენაზე და როგორც წესი ტრენერებს გვიყვარს ხოლმე მარტო გამოსვლა. ჩვენა ესეთი მარტო და ლიდერი. გადავწყვიტეთ, რომ დავარღვიოთ ეს სტერეოტიპი და პინგ-პონგი ვითამაშოთ ერთმანეთთანაც და მაყურებელთანაც და ნახოთ რა გამოვა. როგორ ფიქრობთ ის რომ დღეს ტრენერთა უმეტესობა საკუთარ გამოცდილებაზე რაღაცა პატარა მინი ინსტრუქციებსაც, რჩევებსაც ინტერნეტ პლატფორმებიდან, სოციალური ქსელებიდან აწვდიან, ხო, მომხმარებელს. ისინი ხომ რეალურად ამ გამოცდილებას თავის კოლეგებსაც უზიარებენ, ხო? სამიტი რას შეძლებს განსხვავებულს? აი ამ გამოცდილებების გასაზიარებლად, რადგან ისედაც აქვთ სივრცეები. ძირითადად როცა ვებ პლატფორმებით ზიარდება, არის ხოლმე ვებინარები, თქვა სხვადასხვა ჩართულობა. ამ სამიტს აქვს განსხვავებული კონცეფცია. მხოლოდ კი არ მოვისმინე, მხოლოდ მონაწილეობა კი არ მივიღე, არამედ გამოვცადე. არც ერთი გამომსვლელი არ გვეყოლება ისეთი, რომელიც არ გამოაცდევინებს, რასაც იტყვის. და ადამიანები წაიღებენ გამოცდილებას და ეს ის არის, რაც ყველაზე დიდხანს გვამახსოვრდება ხოლმე. როგორც ტრენერთა ასოციაციას არ აქვს კონცეფცია, რომ დავჯექი, ვუსმენ, ვუყურებ, მე თვითონ ვარ ამის მომწილე, მე თვითონ ვქმნი ამ დღეს. და ამიტომაც არის ხოლმე ყოველთვის დასამახსოვრებელი, ყოველთვის რეკორდული რაოდენობა არის, ყოველთვის ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის სივრცეები, ის ადგილები, იმიტომ რომ შეუძლებელია პროცესს ქმნიდე და ის არ მოგწონდეს, იმიტომ რომ შენივე ხელითვე ქმნი. და წელს ავარჩიეთ ბედნიერების და განვითარების თემა. 10 წელი ვფიქრობდით ამ თემაზე და სულ ვდებდი, რომ აი ჯერ ამის დრო არ არის, ხა ეს მოხდა ქვეყანაში, ეხლა ეს და ერთ-ერთი ქვეყნის მაგალითი იყო ჩემთვის უზარმაზარი შთაგონების წყარო და მე ვთქვი, რომ დავიფიცე კიდევაც, რომ წელს მეთქი აღარაფერი აღარ შეცვლის და რომელი ეს ქვეყანა? უკრაინა. უკრაინაში ჩატარდა ბედნიერების სამიტი ომის პერიოდში -3 სართულზე სხვენიდან და ჩემთვის იყო ეს სიმამაცის სხვა ბრძოლის მაგალითი, როგორც ბედნიერება და განვითარება თუ სხივს შევადარებთ და მზე შევადარებთ, ყველაზე სიბნელეში გჭირდება ის ოპტიმიზმიც, სიძლიერეც და არა ის, რომ არაფერს აზრი არ აქვს. აი ჩვენ სამიტზე ყველაფერს აზრი აქვს და ეს არის აი ყველაზე არ ვიცი, აი გამაძლიერებელი, იმიტომ რომ ტრენერები ცოდნასაც ავრცელებენ უნარებს, დამოკიდებულებას და გვინდა რომ განვითარება გავავრცელოთ და როცა განვითარებით კეთილად იწამლები, შეუძლებელია რაიმე უკან ერთი ნაბიჯი უკან გინდოდეს, მე სულ წინ გინდა და სულ უფრო მეც და მეც ხედავ, რაც უფრო ერთ მთას უახლოვდები, უფრო წინ დიდი არეალი. ვინ არიან ეს ტრენერები? ხო ჩვენ რომ ვაკვირდებით, ხო? მე ყოფილვარ, რა თქმა უნდა, მათთან შეხვედრებზე ძალიან დიდი ინტერესი წავსულა, არა მარტო ქართველ ტრენერსთან შეხვედრაზე და მომისმენით დავწრები ვარ ამ შეხვედრას. აღმომიჩენია, ძირითადად აღმომაჩენთ ხოლმე რა, ეს ხო ვიცოდი. ხო, აი ეს თუ იპოვე, რომ ეს ხო ესეა, კაცო, რა თქმა უნდა, თუ დაეთანხმე ერთ მარცვალში მაინც, მე ხვდები, რომ კიდე უფრო მეტს აღმოაჩენ, რომ იცოდი, მაგრამ არ ქონდა გააზრებული. ვის შეუძლია იყოს კარგი ტრენერი? რას გვაჩვენებს დღეს თანამედროვე ცხოვრება? აი, რა გამოცდილება უნდა უმაგრებდეს სულს ტრენერს იმისთვის, რომ მან შეძლოს სხვა ადამიანებსაც აპოვნინოს სტიმული, мотиваცია, ბედნიერების შეგრძნება, წარმატებისკენ სვლის რაღაცა რეცეპტები. ორივესგან საინტერესოა, სხვადასხვა ჩემთვის ეს პასუხი. ერთი არის სისტემატიზაცია, ანუ სახელებს ვარქმევთ, რა რაღაცა ვიცი, მაგრამ თუნდაც ეს ჩვევის ანალიზიც აქვს ძალიან
თავისი ძლიერი ის, იმიტომ რომ რას რატო ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ, ანუ უფრო მეხმარება გააზრებულად განახორციელო ნაბიჯები და უფრო გეგმაზომიერი იყოს, უფრო სტრატეგიული იყოს, დაკავებული კი არ ვიყო, არამედ პროდუქტიული ადამიანი ვიყო. ასევე რაც შეეხება ტრენერობას, მაგალითად ჩვენ ტრენერთა აკადემია გვაქვს და ერთი არის რომ დარგობრივი კომპეტენცია ქონდეს, კოლეგიალობა ქონდეს. ტრენერებისთვის არის თავარი ღირებულება ადამიანი და ადამიანი არის აი მის გარშემო, ასე რომ აი თვითონაც ის რომ დამოკიდებულებებზე მუშაობა განასხვავებს ძლიერ ტრენერებს, გარდა იმისა, რომ ცოდნაზე და უნარებზე მუშაობს. კარგი მომზადება, კარგი დაგეგმა და მე ვიტყოდ რომ უდიდესი პასუხისმგებლობა. თავიდან როცა ჩვენ პირველად გავაჟღერეთ ფრაზა, აი ნახავთ საძიებელ სისტემაში ტრენინგი ინდუსტრია, ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება იყო ინდუსტრიის მიმართ. შეუძლებელია ამ სფეროში სიღრმისეულად ჩაიხედო და არ თქვა რომ ის ინდუსტრია კი არა, იმაზე მეტია, იმიტომ რომ ეს არის მცირე დროში ძალიან ძლიერი ტრანსფორმაციული გზა. ხომ ეს საერთაშორისო გამოცდილებაც გვაჩვენებს ამას, ხო ჩვენ ვიცით განსაკუთრებით დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ნომერ პირველი ქვეყანა ამ მიმართულებით და ყველა ის კომპანია, თუნდაც სულ პატარა კომპანიები ყოველთვის ცდილობენ რომ საკუთარ თანამშრომლებს მისცენის შესაძლებლობა და ამ მხრივ რა ხდება საქართველოში, ესეც საინტერესოა ქალბატონო. საქართველოში ანალოგიური სიტუაცია, მაგრამ სანამ მაგაზე გადავიდოდეთ, თაკომ ისე კარგად ჩამოვაყალიბა, მე მინდა ამისი მეორე მხარე დაგანახოთ, მე როგორ ვხედავ. ეს ყველაფერი ხო ულაპარაკოთ უნდა ქონდეს, მაგრამ გარდა ამისა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ტრენერი როგორც პიროვნება. რას წარმოადგენს ტრენერი, რა გამოცდილება აქვს და იმას, რასაც გასწავლის, თვითონ უნდა იყოს ამისი განსახიერება. უნდა იყოს აუცილებლად გულწრფელი. იმიტომ რომ შენ რომ მე მოდიხარ და წიგნიდან მოტანილ ფრაზებს მიყვები, ამჯერა რა. აი თუ შენ მე მიყვები, რომ აი ასე მე ჩემთან ასე მოხდა, მე ესეთი ტრანსფორმაცია განვიცადე, ეს ვისწავლე და ჩემ საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას მიზიარებ, მაგრამ გულწრფელი ხარ, აგრეთვე შენ შეცდომებსაც. მე მაგალითად ჩემ სტუდენტებს პირველ ლექციაზე ვეუბნები, რომ რაც შეიძლება მეტი შეცდომა დაუშვით და სხვათა შორის ამას წინათ პირველ მარხმა ჩაწერა, ბავშვებზე ვამბობდი, რომ მიეცით საშუალება, რომ შეცდომა დაუშვან მეთქი და ისეთი კომენტარები დამდეს, ისე გამლანძღეს, თუ კაიო შენ შვილებს მიეცით საშუალებაო, რომ წაიქცესო და დაუშვადო რა. და ვამბობდი რომ წაიქცეს, რომ იტკინოს და წაიქცესო და ეხლა მე აღარ უპასუხე, მაგრამ ჩემ ერჩულ სამჯერა აქვს, ხან ერთი ხელი მოტეხილი, ხან მეორე და ხან თავი გატეხილი, ყველაფერი მოტეხილი და გატეხილი აქვს და მე ერთი მწერს რომ იცი რა, ჩემი შვილები კოლბაში გამზარდება, არაჩვეულებრივები გაიზარდენო. ყველას თავისი გზა აქვს, მაგრამ ჩემთვის მაგალითად ძალიან და ამას ვასწავლი, რომ დაუშვით რაც შეიძლება ბევრი შეცდომა, სხვანაირად ვერ იზრდები და საკუთარ შეცდომებსაც გულწრფელად აზიარებ. ის კი არა რომ აი ციდან ჩამოვარდი და მე ყველაფერი ვიცი. ძალიან ბევრჯერ შემშლია და ისიც როცა თუნდაც ტელეეთერში მივდივარ, ხო? არასოდეს წინასწარ არ ვთანხმებ არასოდეს კითხვებს, რატო იცი? მე თუ არ ვიცი, ვიტყვი რომ არ ვიცი, რატო ყველაფერი უნდა ვიცოდე? ხო და როდის აღმოაჩინეთ? რა რამდენი რამისგან გამათავისუფლეთ ახლა. ხო და გეკითხებია რაღაცას და ნუ ამიტომ კომპეტენტური უნდა გამოჩნდეს, იწყებ რაღაცა აბდაუბ და ქსო უბედურებას რაღაც. თქვი არ ვიცი, მე ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ და მორჩა. კაბა, როდის აღმოაჩინეთ, რომ შეგიძლიათ ტრენერობა, შეგიძლიათ სხვებს გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება და მიახვედროთ როგორ იპოვონ გამოსავლის გზები უკეთესი ცხოვრებისთვის, წარმატებული კარიერისთვის. სულ მაგრამ პროფესიულ დონეზე სხვათა შორის ჩემთან ერთი ქალბატონი სწავლობდა და რომ მივედიოდა სახში ვთქვი რომ აი ლალისთან დავიწყე სწავლაო, ჩემ აქ მაგრამ მითხრა აქამდეო ჭკუასო ისე გვარიგებდი, ხა დიპლომიანად უნდა დაგვარიგო. ხო და ეს უნარჩვევების ნაწილია ალბათ მაინც თქვენს კარიერაში, მაგრამ როგორც ვიცი, საკმაოდ გვიან ასაკში მიღეთ, ხო? 45 წლის ვიყავი, როდესაც პროფესია შევიცვალე, იმიტომ რომ მივხვდი, რომ ჩემია და მინდა თუნდაც ის ჩემი დაგროვილი ცოდნა, უნარები გავაზიარო და სპიკერობაა ყველაზე საინტერესო. 53 წლის ვიყავი პირველი საჯარო გამოსვლა, როცა მქონდა ინგლისურად. 500 კაციანი აუდიტორიის წინაშე და ყველაზე კაი ისე რომ ინგლისური არ ვიცი.
მაგრამ იყო ძალიან წარმატებული. ეს თავდაჯერებულობის ელემენტია, თუ რანაირად მოახერხა? სურვილი იყო ძალიან დიდი და ამის მერე მოხდა რომ მალევე წავედი ინდოეთში და იქაც ჰქონდა უამრავი შეხვედრები და ავიცი გინდა დაიჯერეთ, გინდა არა, ინდოეთის თითქმის ყველა გაზეთის პირველ გვერდზე ვიყავი, ყველა ინტერვიუს მევაძლებდი და რატო იცი, ჩემი ინგლისური ესმოდა. ჩემი მეგობრის რომელიც წინვალეთ ლაპა, იმის არ ესმოდა. ჩემი ესმოდა ერთი კახი კავსაძე ვიცი ინგლისური რო არ იცოდა და წყინვალეთი თამაშა ამერიკული საზოგადოებისთვის და მეორე ახლა თქვენი მოვისმინე ესეც რამხელა გამბედაობას მისცემს ბევრს ვინც არ არის დარწმუნებული რომ რაღაც იცის ან კარგად იცის მაგრამ უნდა გავბედოს და დარწმუნებული ვარ ახლა ჩართვას გავაკეთებ ჩემი მეგობრები ვინც გიყურებენ გეტყოდათ ახლა უცებ აკრევა მაგერ გიზის მაგერო გვედითო ინგლისურის გაგნებ ორი სიტყვა ვიცოდი და ყველა იმაში ვაბრუნეს ორი სიტყვა და გავაგებინე ყველა ინგლისურის ცოდნები უთხარი ერთი ამას ეს ცოტა დიდი მაგ და მე მინდა პატარა და მე ამას ხსნით ისე კარგად გასაცვლელს გულისხმობს გასტროლების დროს 70% ხო არის ეს გადმოცემა ჟესტების ენა და 30 არის ვერბალური და 30 ხარ რამდენიმე სიტყვა კი იცი და დანარჩენი შვენივრად გააგებინე თუ გინდა და აი ტრენერობა არის უნარი ადამიანებამდე მიიტანო ის რისი მიტანაც გინდა თან ისე რომ აკეთონ და მე თვითონაც მიყვარს კეთება აი როცა მაგალითად ტრენინგს ვატარებ მე ვარ ჩართული თავიდან ბოლომდე ეხლა გუშინას ტრენინგი მქონდა და არაჩვეულებრივი ჯგუფი მყავდა და არ ვიცი რა ისინი უფრო ბედნიერები იყვნენ თუ მე აი რომ დიდი მადლობაო და არა მეთქვა თქვენ დიდი მადლობა ხო აი როცა ეს განწყობა გაქვს ეხლა თაკო ვიცი ჩემი შვილობილია და ხუმრობთ კიდევაც რაღაც დედაშვილი მოგვიწვია სტუდიაშიო აი ზუსტად ხშირად გვისაუბრია და იგივე განწყობა როცა აქვს და მე ვხედავ როგორ უყვარს თავისი შვილივით მანამდე სხვათა შორის აი ტრენერთა ასოციაციის შექმნის მცდელობა იყო ბევრჯერ და თაკომ შეძლო შეუძლებელი აი ახლა ვინც ფიქრობს რომ მეც მიცხოვრია საკმაოდ დრო დიდი გამოცდილება მაქვს კარიერული წინსვლები დიდი გამოწვევები დამიძლევია ნუ მიაჩნია რომ ისეთი გამოცდილება აქვს სიამოვნებით გაუზიარებ და სხვასაც მაგრამ არ ქვია ტრენერი როგორ შეიძლება ეს სტატუსი მიენიჭოს ადამიანს დღეს ჩვენს ქვეყანაში აი რა გზა უნდა გაიაროს რომ გახდეს აღიარებული ტრენერი ტრენინგების დროს ეპიცენტრში არ არის ტრენერი, არის მონაწილე. ხშირად არის რომ ადამიანს უნდა იყოს საჯარო გამომცვლელი, იყოს გენიალური სპიკერი. ტრენინგები არ არის მოყოლა. თუ მას პრაქტიკა არ ახლავს, ეს ისედაც ვერ განიხილება, იმიტომ რომ თავისი კონცეფცია აქვს, ახსნა დემონსტრირება, სავარჯიშოზე დაფუძნებული პრაქტიკა, უკავშირ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ტრენერობა დღეს სტატუსზე მეტად არის პასუხისგებლობა. ერთი არის რომ მაგალითად ჯანდაცვის სამინისტროდან კონტროლდება თუ ტრენინგები ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ადამიანის უსაფრთხოებას და მეორე არის უკვე გლობალური პრაქტიკა, რასაც გვეუბნება, რომელიც არის რომ მოთხოვნა დაკვეთის მიწოდების პრინციპით, აი მაგალითად გაყიდვებზე, მომსახურებაზე, სხვადასხვა ტიპის ტრენინგების ნაწილში. დღეს ჩვენ მაქსიმალურად რესურსს ვდებთ, რომ დამკვეთმა უფრო განასხვაოს ხარისხიანი ტრენინგები. შედარებით თქვათ აი ნაკლებად შედეგზე გამსროლი ტრენინგებისგან. თუმცა ყველაფერს აქვს მაინც თავისი გარკვეულად მცირე შედეგი. ჩვენი ამოცანა არის სწორი დაგეგმარება, რომ ეს შედეგი გავზარდოთ. როგორც ტრენინგები არის ფანტასტიკური მიკროგარემო პრაქტიკისთვის, თქვათ ნაკლები შესწავლის დაშვისთვის. მე ვიტყოდი, რომ სერტიფიცირება, რომელიც თქვათ ტრენერთა აკადემიაში თუ სხვა მიმართულებით, დარგობრივი კომპეტენცია, საკუთარ თავში მუდმივად ამ ყველაფერს გატარება და ასევე სწორი სახელების დარქმევა. ჩვენ ყავს ზოგჯერ ძალიან ბევრი კარგი ადამიანი, რომელსაც ან ლექტორობა უნდა, ან მენტორობა უნდა, ან ტუტორობა უნდა და შეიძლება არ იყოს ეს ტრენერობის ფორმა, ასე რომ ტრენერთა ასოციაციას აქვს ის კომპეტენცია, რომ ჩვენ მაქსიმალურად შეძლოთ თითოეული ამ დაინტერესებული ადამიანისთვის კონსულტაციის გაწევა უპირობოდ. ხო, მეც ამაზე მაინტერესებდა. ზუსტად თქვენ მოგმართავენ როგორც ინდივიდები, ადამიანები, ვისაც სურს რომ ინდუსტრიაში უფრო მეტი ცოდნა ქონდეთ ან თვითონ გახდნენ ტრენერების ამომავლოდ, ასევე კომპანიები. ხო, ყველაზე ხშირად რა მიმართულებით ტრენინგს ითხოვენ ხოლმე საინტერესოა. რომელია დღეს ამ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი თემატიკა? 700-ზე მეტი ადამიანი არის რეგისტრირებული კითხვით, როგორ გავხდე ტრენერი, ანუ ჩვენთან ყველაზე ხშირი მომართვიანება ეს არის. რაც შეეხება თემას, გარკვეულწილად არის ხოლმე ცვლილებები. მაგალითად, ეფექტური მომსახურება, იმიტომ რომ საჯარო სექტორს აქვს მაგალითად მოქალაქეებთან კომუნიკაციის მართვის ნაწილში, კომუნიკაციის ტრენინგები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე ხშირად ტარდება. იქიდან გამომდინარე, რომ ეფექტური მომსახურება ეს არ არის, რომ დღეს მაქვს და სამუდამოდ მაქვს. ცოცხალი ორგანიზმია, ცოცხალი პროცესი არის. პანდემიის შემდგომაც გარკვეულ
გარკვეული ქცევები და ცვლილებები არის და ხშირი მომართვენება ზოგჯერ არის მაგალითად გუნდური შეჭიდულობის მიმართულებით, ემოციური ინტელექტის მიმართულებით და გამძაფრებული არის ფსიქოლოგიის მიმართულებით ტრენინგები და როცა ჩვენ გლობალურ სამიტს ვესწრებოდით, იქ იყო ზუსტად 2021 წელს ნათქვამი, რომ ყველაზე დიდი მნიშვნელობა გარდა იმისა, რომ ტრენერი არის ბიზნეს პარტნიორი, საოცრად ბიზნეს პროცესებიც უნდა იცოდეს ბიზნეს კონსულტაციების ნაწილში, დიდი მნიშვნელობა მიანიჭეთ ფსიქოლოგიას. ეს იქნება შემდეგი მინიმუმ 5 წლის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბედნიერების კომპონენტი გახდება ასევე ყველაზე მოთხოვნადი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრება უკვე მაქვს ინფორმაცია 28 ივლისს ტრენერთა ასოციაციის მიერ დაორგანიზებულ ტრენერთა დღეს, რომელიც აღინიშნება უკვე მე-13 და ხო ეს ბედნიერების თემატიკა ჩემთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა პირადად და ალბათ ყველაზე მოთხოვნადიც ეს გახდება, ხო, იმ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ასევე, რომელიც დღეს როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშია. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმრები. თამარ კანაშვილი, ტრენერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლალი ბადრიძე, განვითარების საერთაშორისო ცენტრის IDC-ის ხელმძღვანელი, ფსიქოთერაპევტი და ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის წარმომადგენელი.